აბა საით გვაქვს გეზი? ვენაში. სამ? აღმოსავლეთის ვენაში. ქუთაისში მივდივართ კონფერენს ლიგაზე, ტორპედო ორდაბასი. ეხლა უნდა ჩავიდეთ ვარჯიში, პრეს-კონფერენცია წინადღე, ხვალ უკვე მატჩის დღე. ჩამოვედით ქუთაისში, მეგობრებო. შესანიშნავი ამინდია, უпростоრად გატყუებთ ძალიან ცხელა. ყაზახური ამინდი არის, რაც ორდაბასისთვის კარგია ალბათ, მაგრამ თამაში საღამოს იქნება ხვალ და აგრილდება, იმედია, მინდორი შესანიშნავ მდგომარეობაშია. ცხოვრებაში პირველად მედი აკრედიტაცია მაქვს და ისე შემოვედი ამ სტადიონზე, მთელი ბავშვობა ვიპარებოდი. ეხლა აკრედიტაციით ჩავ. აი, ვითარდება. რა ადგილები იყო, საიდანაც იპარებოდი? ყაზახური ორდაბასის ვარჯიშს ვესწრები. ვინმე ხართ ნამყოფი ორდაბასის ვარჯიშზე? აბა რეალის და ბარსას ვარჯიშებს ყველა უყურებს. ორდაბასის ვარჯიშზე უნდა მოხვიდე. ეგ არის მუღამი. მაგას თუ გაუძლე. It's very difficult for us. თქვენი მოსვლის შემდეგ ბევრი ასე ვთქვათ ექსპერიმენტი ვიხილეთ შემადგენლობაში ტაქტიკურად გამოსცადეთ 3 ცენტრალური მცველი, 4 ცენტრალური მცველი, 5 ცენტრალური მცველი, უცხრუცხრიანითაც ნახეთ მოთამაშე ტორპედო ბოლოს თამაშებში, ეძებთ ოპტიმალურ ტაქტიკას და შემადგენლობას. მაინტერესებს საბოლოო მიზანი რა არის, საით მიდიხართ? თქვენი ფეხბურთი რა არის, რა ტაქტიკით და რა სტილით გინდათ რომ ბოლოს ითამაშოს თქვენმა გაწვრთნილმა გუნდმა. ჩვენ გსურს მივიდეთ იქამდე, რომ თითოეული ფეხბურთელი ავლენდეს საკუთარი შესაძლებლობების 100%-ს. თითოეულ გულშემატკივარს ჰქონდეს განცდა, რომ ჩვენ ვაკეთებთ შესაძლებლობების მაქსიმუმს. როგორ ახარ? არა, თავად როგორ გიკითხოთ? მადლობა. შენი აზრი მითხარი ტორპედოს ტრანსფერებზე? იცი როგორ არის, რაც არ უნდა ვთქვა, აი წინასწარი მოლოდინები სამწუხაროდ ბოლო პერიოდში არ შეიძლება გაკეთდეს არც ერთ ტრანსფერს, იმიტომ რომ ჩამოსვან ბევრი დიდი სახელის მქონე ფეხბურთელები და ვერ გაუმართლებიათ. ჩამოსვან ისე რომ იმედი არ ქონდათ რაღაცას გააკეთებინა და პირიქით მაგრად უთამაშია. ჩემი აზრით საუკეთესო ტრანსფერი მამუჩაშვილი არის. სახათ, ყველაზე აი რო ვამბობთ რომ წინასწარ ვერ გავაკეთებთ უნდა იყოს საუკეთესო ტრანსფერი უნდა გამოვიდეს. ანუ აი მამუჩასოს გონი რომ შემიძლია ვთქვა რომ ძალიან გამოადგება ტორპედოს, ძალიან მოძრაობა ის გქონდა ნახევარდაცვაში, ძალიან ბევრს მოძრაობს, ძალიან ბევრს დარბის, რაც ნახევარდაცვას აი ყოველთვის აკლია ხოლმე ანუ თუ გვინდა რაღაც წარმოტების მიღწევა ჭირდება რომ ბევრი მოძრავი ნახევარდაცვა აი ძალიან პროფესიონალი, რაც ვიცი პირადი შეხებითაც მისი გუნდელებისგან ძალიან მაგარი მებრძოლი ბიჭია და მაგალითი იქნება სხვაების ამიტომ რა ვიცი ჩემზე უკეთესად გუნდში იციან ვინ უნდა გამختارიყო კაპიტანი და ყოველ შემთხვევაში დადებითად შევაფასებდა და ისე ლაპარაკობს ეს იქნება დეტექტივი. დეტექტივი მე ვარ პატიოსანი მოქალაქე მეგობრებო. პატიოსანი გულშემატკივარი რომელსაც უნდა რომ უთხიო გუნდა გაიაროს რაც შეიძლება მეტი ეტაპი ევროპულ ტურნირებზე და ამით ვიქნები ბედნიერი. წარმატებები. ეხლა რო შევაჯამოთ რაღაცები ხა მოდი ცოტა სერიოზულად ვისაუბროთ. რატო დავიწყე ხა ამ თამაშებზე წასვლა, ვლოგების გადაღება, პრეს-კონფერენციებზე შესვლა. ცოტა უფრო შიგნიდან მინდა დავინახო რაღაცები. აი პირველი შთაბეჭდილება ხა ის არის, რომ ძალიან ცუდია, რომ საერთაშორისო მატჩის წინ პრეს-კონფერენციაზე ვიყავით 2 იუთუბერი და 2 ჟურნალისტი რა. ეს რისი ბრალია? ერთი რომ ინტერესი ნაკლებია, თორე 3 ეტაპი რომ გაიაროს ტორპედომ, გადაიჭედება, შეიძლება მე ვეღარა ვიყო ისა რა ქვია. აკრედიტაცია. წარმატება უფრო ხო არ გვიყვარს ვიდრე ფეხბურთი, აი ეს შეკითხვა მიჩნდება რა. და რისი ბრალია ეგ? რა შეიძლება გაკეთდეს? მე არ ვარ ჟურნალისტი, მე ვარ გასართობი კონტენტის გადასაღებად მოსული, მაგრამ ისე გამოვიდა რომ სერიოზული კითხვებით დავსვი, მაგრამ ეგ სხვა თემაა საერთოდ. აი რაღაცას გონია რომ არასწორად ვაკეთებთ ყველა. პირველ რიგში კლუბები, რა თქმა უნდა, რომლებიც ამდენი წელია, 21 წელია არსად ჯუბში არ შევსულვართ.
რა თქმა უნდა, თავარი პრობლემა კლუბებია, მაგრამ აი რაღაცა სულ მეფიქრება რისი გაკეთება შეიძლება კიდე. რაღაცაები არის მოსაფიქრებელი და რავი, ერთად ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, რა ვიცი. მოგწერეთ, რაღაცა პოდკასტიც გავაკეთოთ, დავსვდეთ, ბევრნი ვისაუბროთ. მე თუ რამე შემიძლია უკეთესად გავაკეთო, ბაზარი არ არის, მითხარით, ჩემ წელს გავაკეთებ, მაგრამ მე მგონი კლუბებმაც უნდა გააკეთონ რაღაცები უკეთესად. ტორპედოს მცდელობა აშკარად აქვს. იმედია გამოვაც. სხვა გუნდებსაც იგივეს უსურვებ. არ ვიცი რამდენად სწორად გამოვხატე, ისი თქვა მინდოდა. რავი, დავაზუსტეთ მე თუ რაღაცა ვერ გამოვხატე სწორად. წავიდეთ, მაშინ ეხავ ჭამოთ. ბატიკო, როგორ მოგწონს ქუთაისელის ზალა? ვენა თუ ქუთაისელის ზალა? ესა? კაი. გამარჯვებული გამოვლენილია. ორდაბასის ვარჯიშის ყურების მერე პარი სენ-ჟერმენი რეალი ისეთი უცნაური საყურებელი არის, ისეთი უცნაური არიქა 2-0. რატო არ მიდიხარ? საჭეს ვერ ვკიდებ ხელს, ცხელია. დილით გამოვედით, ჩავსხედით და ეხლა ცოტა ჭდილში გადმოვაყენე რომ გაგრილდეს. ხელს მიდი მოკიდე, აბა. ძალიან ცხელა და ქარია, ცხელი ქარია. იმედია თამაშამდე აგრილდება 8 საათია თამაშდა, მანამდე როგორ გადავრჩეთ. მე ვიცი ერთი გრილი ადგილი. წავიდეთ, საჭერო გაგრილდება? დავა. წამოსი გრილეში წავიდეთ. აი ჭრდილია? დავა. კაია სიგრილე. აუ ამოვისუნთქე ძმაო. ხო კაი ადგილას წამოგიყვეს. სულ 14 გრადუსია, სულ. ზაფხულ, ზამთარ. თამაშის დაწყებამდე პატიკო ვიყოთ აქ. ამოვისუნთქე. ვაფი იმათ დაურეკოთ და უთხრეთ რომ კაი პონტი აქ ითამაშეთ. 1 სანტიმეტრით რო გაიზარდოს, სჭირდება 100 წელი. ხوار გეჩქარება შენ? არა. მაშინ არ დაველოდოთ. 2 სანტიმეტრი ზოდის იზავს. და ყველაზე მაგარი არის, როდესაც ზემოდან ქვემოთ რომ მოდის და ქვემოდან ზემოთ ისინი როცა ხვდებიან ერთმანეთს და ერთიანი როცა იკვრება. ეგეთი რამდენიმე არის. მე მგონი გადავიღეთ კიდეც. და ერთიანიც გამოდის ხოლმე. იცი რა ბავშვობაში სტალაქტიტი დაავადება რომ მეგონა? კი რაღაცა. ანთება მეგონა რაღაც ის. მაგას სტალაქტიტი აქვს მაგას. 120 მილიონი წლის არის ეს მღვიმე რა. შენ თუ არ გეჩქარება, ამათი შეერთება 400,000 წელიწადში ეს ზემოდან ქვემოთ ესე შეერთდება ლამაზად. სამე ჩამოვждეთ просто დავიღებ. ხო, რა ვქნათ, იცი ტაიმლეპსი დავაყენოთ. და ავაჩქაროთ, მე მონტაჟში ავაჩქაროთ რა. აი 200,000 წლის წინ რომ მოსულიყავი, აქ დაგვეყენებინა ტაიმლეპსი. ბიჭო, ვიღაცა ხო იქნება ისეთი ადამიანი, ვისაც ერთი ცალი მოტეხილი აქვს და სახში წაღებული. აუ ეჭი, ეცნიეს აბა, ვინც არ. აუ, აქ შეერთებები ნახე, რამდენი შეერთება არის. აი, ცოტა. გალბაზნებო და ბატონებო, ახლა კი შოკი. ეხლა ისეთ დარბაზში გავალთ. ეს ნახე რა, ხელა რაღაცა არის დაგროვებული, ბიჭო. ამას რამდენი ხანი დაჭირდებოდა, დედას ვიცავარ, просто წარმოგიდგენია. ვაი. ნელ-ნელა შეერთდებიან და ერთი დიდი ერთობა იქნება. პატიკო. მოვტეხო ერთი. გაგიჭირდება. არა, შეხება შეიძლება. ხო და პარალელურ სამყაროში აქ თუ ვიღაცა ჰომო ჯავახიუსი დაბოდია. აი ესენი მე მგონი აშკარად წატეხილები არის. ჩემ გულს წაუღებ კი არა აქ ასეთი.
ეხა ეს გაიგეს ზემოდან ქვემოთ არის თუ ნახე ეტყობა ეს ეტყობა ზემოდან ქვემოთ ნაწილი ეტყობა და ქვემოდან ტრაექტორიას ეტყობა სად არის შეერთებული ძალიან სისულელებს რო ვლაპარაკობდეთ ეხა ბოდავდით რაღაცებს რავი აშკარად ტრაექტორია ჩანს და ამის ლოლოები ვითარ და ამოლოლოებულია მე ხა ის არა ვარ რა ქვია მღვიმის სპეციალისტი მაგრამ ესეც გადახერხილია აშკარად შემიძლია დავიგინო მოტყდა რა ქუთაისელი დინოზავრების ნაკვალევი ამის არის რა შენ იცი რომ ქუთაისელი დინოზავრები არ გადაშენებულან რა თვითონ გადაწყვიტეს რომ ასე უკეთესი იქნებოდა რა ანუ ესე იყო საჭირო და დანარჩენები ყველა გადაშენდა რა ისე ასეთ ბუნებაში რა ფერ უნდა გადაშენდე მაგის ეს ნახე რა ლამაზია ხო გითხარი კაცო ქუთაისელი დინოზავრები არ გადაშენებულან უბრალოდ სამუშაოდ წავიდნენ სხვაგან რა აქ არ იყო გაქანება არ იყო რა პრასვეტი არ იყო აქ გაიგე და ჩალიჩო და წავიდნენ ველური ფუტკარი ბინადრობდა ამ კლდეებში და ბლომად თაფლი კეთდებოდა რა სამწუხაროდ კლიმატის ცვლილების გამო მხოლოდ 1 თუ 2 ოჯახიღაა შემორჩენილი დაანჩენებით წავიდნენ პრასვეტი არ იყო და ანუ სათაფლიაც ვაკმონში დიახ ფეხბურთზე ჩავოვედით და სად ვართ აი ისევ ცხოვრობს ერთი ოჯახი ბოლო ოჯახი ფუტკრების აი ნაპრალს ხედავ აი მეცა დავზუნო გიწყობს კამერა ხელს გამოჩნდეს აი ჯერ კიდე ცხოვრობს ბოლო ფუტკარი ბოლო ოჯახი ინტერვიუ ხوار ჩამოვართვათ ამ ფუტკრეთ წავიდა ყველა მაგის დედა ყველა გაქცევაზეა ჩვენ დავრჩით მარტო ახალგაზრდები მიდიან სულ ყველა მიდის ის არის რა ქვია ცოტა ხასიათი არის ადამიანები რა საშიში ცხოველები ვართ ხვდები ჩვენგან ღობით არიან დაცულები დინოზავრები რამე არ დაუშაოთ შემოღობეს რო აუ კიდე კაი ერთ პერიოდში რო არ ვიცხოვრო გაგვიმართლა ძალიან უბრალოდ იმად გაუმართლათ კი ეგ დინოზავრის ჩემი ზოგს ჩავიცვამდით ამას მაგალითად ჩუსტს მოვატანინებით ამას მოვათვინია კუცურა სავარაუდოდ ზომები შემცირებულია ხო თორე ეს ახლა რავი ერთი 10 კილოც რომ მოვიმატო ჩემზე ბევრად დიდი არ არის ჩაირთვება ახლა რომ მოვედით ალო ჩაირთე ამის სენსორი გაფუძნდა მაგიტომაც გადაშენნი ეს არის კლასიკური დინოზავრი რა ანუ დინოზავრს რო ამბობ პირველი ეს მოსდის ადამიანს თავში რა ესეთი პარკის დინოზავრი რა სათაფლიაზე ერთი სერია როგორ არ გაქვთ გადაღებული 10 ლარია შემოსვლა კაცზე რა დაუჯდება რო არ გადაშენებულიყვნენ ბრიტანეთში ამის დოღი იქნებოდა სამწუხაროდ გადაშენდნენ თორე წავიდოდა ფსონები რომ აი ეს გაასწრებს თუ ის ჩემი ვახ ჩემი ოლალა ბიჭო მე ზოგადად 10 წლის წინ არ შემეშინდებოდა, მაგრამ დღევანდელი ჩემი წონის გათვალისწინებით შენზე ნერვიულობ თორე ჩემი თავი ჯანდაბას ბატიკო დიქტატორი რო გავხდები აქედან მოგმართავთ ხოლმე მოსახლეობას რა გამოვალ და მოქალაქენო კენატაში დღეიდან ტორპედოს გულშემატკივრობა ხდება სავალდებულო ყველასთვის, ყველა მოქალაქისთვის. ტაში იქედან. დიახ. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გამოვაცხადებ აქედან რა. ბიჭო, მე მგონი
ის უნდა იყოს ვინც შენ წარგადგენს იქ უნდა იდგეს და შენ უნდა იდგე აქ სოფლიოში უძველეს ფასტ ფუდში მოვედით. ზუსტად 1 წუთში ყველაფერი იყო. გამისინჯე და შემიფასე. ჭამის მერე ყველაფერი გაცილებით ლამაზია. შენც უფრო ლამაზი ხარ. მადლობა. ხედებიც უფრო ლამაზია, ყველაფერი უფრო ლამაზია ბიკენტიას ქაბაბის შემდეგ რა. მოდი, პატიკო, გავხდეთ პირველი ვლოგის ავტორები, რომელიც აქ თავს არ შეყოფენ ამაში. ისე ჩავუაროთ, რომ თავს არ შევყოფთ და ფოტოს არ გადავიღებთ. არ ვიცი ეს რაში დაგვეხმარება, მაგრამ პირველები ვიყოთ. თეთრი ქვები როგორ მოგწონს? ნაყოფიერი დღე გამოგვივიდა, ყველაფერი მოვასწარით რა. ტემპერატურამაც ცოტა დაიკლო, სიცოცხლე იმდენად აღარ მეზიზღება როგორც 2 საათის წინ. ჩემ ბავშვობაში აქ გაიხსნა ინტერნეტ კაფე, სადაც არ იყო ინტერნეტი. ამიტომ ვეძახდით კაუნტერებს. და ყველა გაკვეთილს აქ ჩასტრახვას ეძახდნენ მაშინ, რა ვიცი. აქ მოვდიოდით კაუნტერების სათამაშოდ, რაც ჩვენს განათლების დონეზე დადებითად არ აისახებოდა. რაღაც გაკვეთილებს ვაცდებით და აქ კაუნტერებს თამაშობდით 5-5-ზე, სნიკერსებზე. იცი რა კარგად თამაშობდი? ძალიან კარგად. იმის მერე აღარ მითამაშია. ესეთ თამაშს თავაზობ, პატიკო. დამისახელე ვინმე დიდი ქართველი. აკაკი წერეთელი, ეხლავე გადავამოწმებ, აკაკი, დიახ, აკაკი წერეთელი სწავლობდა აქ, შემდეგი. ნიკო ნიკოლაძე. ერთი წუთით? ნიკო, კი ბატონო, ნიკო ნიკოლაძეც სწავლობდა აქ. აი ხედავს. ვინმე მითხარი კიდე? 16 აყაიშვილი. 16 აყაიშვილი, ერთი წუთით, 16, აი ნიკო მარის ზემოთ. ნიკო მარის ზემოთ დაინახავს. ვინმე ხო არ გინდა კიდე? აქეთ ხა აქეთ ვერ დაეტია, აქეთ ჩამონათვალში. აქეთ არიან გიორგი მდივანი, უშანგი ჩხეიძეტიციან, ტაბიძე, დიმიტრი უზნაძე, შალა ნუცუბიძე, დავით კაკაბაძე, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი, კოლაო ნადირაძე. ისეთი სკოლა არის რა, მე აქ შულს არ შევიყვან. კომპლექსდება, ხო? ხო, რა ძალიან მაღალი სტანდარტი არის, დაწესებული თავიდანვე. და შანსი არ ექნება, რომ გახდეს ამ სკოლის ყველაზე დიდი კურსდამთავრებული რა. ამიტომ სხვაგან. მეგობრებო, ტრენჩინის ვიდეოში დაგკვირდით, რომ ქუთაისელი იუთუბერობას დავაორგანიზებდი ტორპედო ორდაბასის მატჩისთვის და ჩვენ დაპირებებს ყოველთვის ვასრულებთ. გამარჯობა ალექს. გამარჯობა. აბა უცებ. ხო იცი, YouTube-ს არ უყარს ბევრი ლაპარაკი. უცებ პროგნოზები, აბა, ვისი იმედი გაქვს, რა სიზამთ? 3-0. 3-0-ს ვიგებთ. 2-1 მგონია რატომღაც რომ მოვიგებს დღევანდელ თამაშს. ძალიან კარგი რომ სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ მუშაობს, თორე შენი პროგნოზი ძალიან არ მომეწონა 2-1. რატო მანერვიული? ამაშამდე 2 საათი დადრე. ჩვენი თაობა ვართ უკანასკნელი თაობა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე შეპარულა. ანუ ჩვენს მერე აღარ ეგეთი პრეცედენტი აღარ ფიქსირდება, რომ ტორპედო ვიჯორჯიას თამაშზე რომ ადამიანი შეიპარა, მაგალითად ეგეთი ამბავი აღარ არსებობს რა, იმიტომ რომ იყო დრო რომ საქართველოს ჩემპიონატზე ინტერესი ისეთი იყო, რომ ვიპარებოდით თამაშზე. ის როგორ იყო, ჩემი საყვარელი ისტორია არის ტორპედო ვიჯორჯიაზე. სიგარეტის საყიდლად რო შევიდა ტიპი მაღაზიაში რა. გეხვეწ მოყევი რა. ქუთაისელი ფანი ფილიპ მორისი უნდოდა და მაგის ფული ქონდა ეთყობა. და შევიდა და ესო ფილიპ მორისი მომეცეთ და მარტო მალბორო გვაქვს. ტორპედო ვიჯორჯიას თამაში. მალბორო რა თმინდა რეალს კი არ ვეთამაშებით. შესაბამისი სიგარეტი რო გაქვს რა, მეტოქიდან გამომდინარე რა. ორდაბასისთან უნდა გეგდოს რაღაცა ეხა კონფერენს ლიგაა, მაინც ერთი პარლამენტი უნდა გეგდოს რა. ფოთაშორის კრიზისია ყაზახეთშიო ძალიანო. ან საფეხბურთო თვალსაზრისით ვიძახი რა კლუბების ამბავში. დაფინანსება შემცირდაო? შემცირდა დაფინანსებაო და კარგი ლეგიონერები ვეღარ ჩამოყავს. ან ეს რაღაცა გეგმა არის.
რომ მოგვადუმი. ხო და ან ბიჭო, სხვაშორის მეც გუშინ პრესკონფერენციაზე მინდოდა მეკითხა ეგ რომ მართალია თუ არა რომ ფული აღარ გაქვს და კაი ლეგიონერები ვეღარ ჩამოყავთ, მაგრამ ბიჭო იმნაძე ყავდათ პრესკონფერენციაზე და რანაირად მეთქვა ეხლა რომ კაი ლეგიონერები ვეღარ ჩაყავთ. შენას ფიქრობ თავად რომ მოგვადექი ჩვენ და ასე ვიზამდე ისე მე ვფიქრობ რომ აი სადღაც 2-0 ესე ვფიქრობ რა. ნახოთ რა. ყაზახეთში ვერ მივდივარ. განმეორებით მაინც. შენი 4-2? 6 გოლი კაი ხანია. 6 გოლი. კაი ხანია. შენი კითხე, შენი გადასაღებია მაგ. აგია. საკადე ევროპის ორ თამაშზე ვიყავი, რა 2 საათზე იყო ბოლნისში და 8-ზე იყო დინამოსი. ტორპედო სიონი ტორპედო იყო 6-2 მოიგო ბოლნის, 8 გოლი მოდლა ხედა დინამო კოლხეთი იყო დინამოზე და 7-1 ურჩა 16 გოლი ნახე ერთ დღეში. ანუ საქართველოს ჩემპიონატის გოლების 10% ნახე ერთ დღეში. ერთ დღეში ამოვწურე. Aplodismentები გააუქმებთ ტორპედოს თავიდანვე შემდგარ მუხტი.
მახარ, მიდი, მასე მიაწექი ძმა. What crazy man. კონფერენციის პირველი პრესატების მატჩი პირველი შეხვედრა ტოპოს გამოჩნდა გასულდა ჩვენთან დღეს გუნდის მთავარი წევრი შუსტერი და გუნდის ახალგაზრდა მაგის იმიჩი მინდა რომ მიულოცო და უთხრა რომ პირველი ხორვატია ვინც ტორპედოს მაისურით გოლი გაიტანა პირველი ხორვატია რომელმაც 2 გოლი გაიტანა ტორპედოს მაისურით პირველი ხორვატია რომელმაც პირველად ევროტურნირებზე გაიტანა 2 გოლინა და პირველი ცენტრალური მცველია, რომელმაც 2 გოლი გაიტანა ტორპედოს ისტორიაში სადებიუტო შეხვედრაში. რაღაცეები კიდე მოხდებოდა, უბრალოდ ესენი გამახსენდა ეხლა. რამე რეკორდს ხო არ გვპირდება კიდევ მომავალში. იმედია ბილაში კიდევ ისევ არ შევხვდებით, რადგან ფინანსურად გორმართის ნამდვილად თაგვასით. არმადები. მიხარია რომ ეს ვლოგი დაიდება და მხიარული გამოვიდა ყველაფერი ამ ვლოგში რაც გადავიღეთ და დასასრული არ მინდოდა რომ მოწყენილი სევდიანი დასასრული არ მინდოდა 1500 პრეტენზია მაქვს დღევანდელ თამაშთან დაკავშირებით მაგრამ მოდი აქცენტს გავაკეთებ უფრო პოზიტიურ საკითხებზე გუშინ პრესკონფერენციაზე ამაზე კითხე კაპიტანს რომ ტორპედოს პრობლემა ბოლო პერიოდში არის რომ აი ძალიან ასეთი უემოციო გუნდია რაღაც მოდიან ითამაშებენ მიდიან რა სამსახურში არიან რა და დღეს იყო ემოცია დღეს იყო ნაპერწკალი გუშინ უთხარი რომ თქვენს თამაშში თვალებში ნაპერწკალს ვერ ხედავ მეთქი რა და დღეს იყო ეგეთი 15 წუთი დაახლოებით იქნებ ეს მოხდეს ეს გახანგრძლივდეს და ვახოდო მთლიან თამაშზე იყო. იქნებ ეს იყოს პრეცედენტი. იმედია კიდე მოგვიწევს აქ ჩამოსვლა ლოგის გადასაღებად მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე. კიდე 4-ჯერ, ხა? ძალიან მეწყინება რომ ეს ლოგი აქ დამთავრდეს სამუდამოდ წელს. ხო, ძალიან ბევრია სამუშაო, თამაშის ხარისხი დაახლოებით ნახევარზე მეტი მატჩის განმავლობაში იყო კატასტროფული. მაგრამ დღეს პირველად გაჩნდა რაღაც ემოცია და იქნება ასე გაგრძელდეს რა. გორის დილას ულოცავ მოგებას. გაგვიხარდა ძალიან ნახევარი ქულა დავირტყით რეიტინგში საქართველოს და ხო წელს კატასტროფა გვემუქრება ერთი გუნდის დაკარგვა ევროტურნირებზე 4-ის ნაცვლად რომ 3 გავხდეთ. ეგ არ უნდა მოხდეს და წარმატებები ეს მოგება გორის დილას მოგება და ჩვენი მოგება ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საერთო ყულაბაში. ნახევარი ქულა უკვე ჩავაგდეთ. კიდე ჩავამატოთ ახლა კიდე ჩავამატოთ და აბა 4-ვე გუნდს უსურებ წარმატებას რა. აბა დროებით.